ყველა მის რა უნდა გააკეთოს. თუ ადამიანს კითხავ ჯანმრთელობა როგორ უნდა გააუმჯობესო, ის გეტყვის კვება, ვარჯიში, ძილი. თუ კითხავ ფული როგორ უნდა იშოვოს, გეტყვის სწავლა, მუშაობა და რისკის კონტროლი. ანუ პრობლემა არ არის უცოდინობა, პრობლემა იწყება იქ, სადაც ცოდნა უნდა გადაიქცეს ქცევად. შემდეგი ნაწილი ის არის, რომ რატომ არ გადადის ცოდნა მოქმედებაში. აქ არის მთავარი შეცდომა. ჩვენ გონია, რომ თუ ვიცით, უკვე ნახევარი გზა გავლილია. მაგრამ სინამდვილეში ცოდნა არაფერს არ ნიშნავს თუ არ მოქმედებ. ერთი შეხედვით მარტივია, ხო? მაგრამ მოქმედება ნიშნავს დისკომფორტს, შეცდომებს და შედეგის დროებით არ ქონას. და აი სწორედ აქ ჩერდება ხალხის უმრავლესობა. სადაც ცოდნა უსაფრთხოა, მოქმედება კი არა. ეს სწორედ ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც არ იწყებენ მოქმედებას. შემდეგი ნაწილი არის ინფორმაციის დაგროვების ხაფანგი. არსებობს ერთი ძალიან პოპულარული ილუზია, ინფორმაციის დაგროვება. ვიდეოს ყურება, წიგნის კითხვა, კურსის ყიდვა, ხანაწერის გაკეთება და ტვინი ამას აღიქვამს როგორც პროგრესს. მაგრამ რეალურად ეს არის პროგრესის იმიტაცია. შენ არაფერს რისკავ, არ შეცდი, არ წააგე და ამიტომაც გინდა კიდევ მეტი ცოდნა. არა იმიტომ, რომ არ იცი, არამედ იმიტომ, რომ მოქმედების გეშინია. პრაქტიკა ყოველთვის გაშიშვლებს, ვარჯიშზე გაირკვევა, რამდენად სუსტი ხარ, საქმეში გაირკვევა, რამდენად სუსტი ხარ და ასე შემდეგ, ხო? ცოდნა ამას არ აკეთებს, ცოდნა გვამშვიდებს, ამიტომ ბევრი ადამიანი წლების სწავლობს და არასდროს იწყებს. შეცდომებს ირიდებს თავიდან. ჩვენ გვასწავლეს, რომ შეცდომა ცუდია და ამიტომ არ ვიწყებთ, რომ არ შევცდით და არც კი ვცდით, რომ არ წავაგოთ. არ მოქმედებთ, რომ არ გამოჩნდეთ სუსტები სხვების თვალში. მაგრამ შედეგი სხვანაირად არ მოდის. ყველა შედეგი იწყება შეცდომით, ყველა გამოცდილება იწყება წარუმატებლობით. ყველაზე საშიში ნაწილი სწორედ აქ იწყება. ადამიანი ამბობს, ჯერ მზად არ ვარ, კიდევ ცოტა უნდა ვისწავლო, ჯერ დრო არ მაქვს, მაგრამ რეალურად ხვდება, რომ ეს უბრალოდ მიზეზებია. მაგრამ სინამდვილეში ის უბრალოდ თავს იცავს, არა რეალური პრობლემებისგან, არამედ საკუთარი ეგოსგან, რადგან მოქმედება ნიშნავს, რომ შეიძლება ვერ გამოვიდეს. რეალური პროგრესი კი ასე გამოიყურება. ცოტა ცოდნა, მოქმედება, შეცდომა, ანალიზი, კორექცია და კიდევ მოქმედება. არა იდეალურად, არა ლამაზად და არა სწრაფად, მაგრამ რეალურად. შედეგი არასდროს მოდის ყველაზე მცოდნე ადამიანთან, შედეგი მოდის იმასთან, ვინც მოქმედებს, ვინც არ ჩერდება, ასე თქვათ, ვისაც აქვს თავისი სურვილის გატანის ნება. თუ დღეს გონია, რომ ჯერ კიდევ უნდა იცოდე რაღაც მნიშვნელოვანი, დიდი ალბათობით უკვე იცი საკმარისი და პრობლემა არ არის ცოდნა, პრობლემა არის მოქმედების დაწყება. და ეს ყველაფერი კი უბრალოდ ფაქტია. აქვე მინდა ერთი რეალური ისტორია მოვიყვანო, სადაც ყველა მიცოდა, მაგრამ ვერავინ ვერ გააკეთა. ამერიკაში ჩაატარეს კვლევა სტუდენტებზე, მას კითხეს ძალიან მარტივი რამ, იცით თუ არა, როგორ უნდა მოემზადოთ გამოცდისთვის ეფექტურად. სტუდენტების აბსოლუტურმა უმრავლესობამ სწორად ჩამოთვალა ყველაფერი, გეგმა, დროის განაწილება, გამეორება, პაუზები, ძილი და ასე შემდეგ. შემდეგ კვლევარებმა კითხეს რეალურად როგორ ემზადებოდნენ და აქ პასუხები იყო სრულიად სხვა. ბოლო ღამეს სწავლა, სტრესი, ქაოსი და იმედია, რომ რამე გამოვა. ანუ პრობლემა არ იყო ცოდნა, ყველა მიცოდა სწორი გზა, მაგრამ უმრავლესობამ მაინც არ გააკეთა. და რატომ? იმიტომ რომ სწორი გზა უფრო რთულია, ვიდრე არასწორი, მაგრამ კომფორტული გზა. ეს ზუსტად იგივე ხდება ცხოვრებაში. ყველა მიცის როგორ უნდა ვივარჯიშოთ, როგორ უნდა ვისწავლოთ, როგორ უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ ცოდნა არავის აკლდება, აკლდება მოქმედება. ცოდნა შედეგი არ არის, შედეგი მოდის მოქმედებიდან. ამ ვიდეოსთვის სულ ეს იყო, თუ მოგეწონა შეგიძლია გამოიწერო და ალაიქო და ასევე გვაქვს Telegram ჯგუფი, სადაც ისეთი ვიდეოები და პოსტები იდება, რაც YouTube-ზე არ დაიდება და შეგიძლია იქაც შემოგვიერთდე. დროებით.